დილამშვიდობისა ეთერშია ქრონიკა 11-ზე. მე ვარლამ ციკლაური ვარ. გამოშვებაში თქვენ ნახავთ. მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა. საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის აგზურის მოპოვებისათვის მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მე-6 დასპარეზობის შესაძლებლობისათვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილია ნაკრების სამწვრთნელო შტაბი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოსა და დანიის კალათბურთელთა ნაკრებების მატჩს დაესწრო. მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მომავალი თაობისთვის, როდესაც ხედავს, რომ ესე ფასდება სპორტსმენი, უფრო დიდი წყურვილი და მოტივაცია უჩნდება მას, რომ შეიძლება თავდადებით იგრძნობს ყველა ნაკრების თამაშზე. ამიტომ მადლობა თქვენ ამისთვის. ძალიან ემოციური თამაში აღმოჩნდა. მე მინდა მიულოცო ჩვენ კალათბურთელებს მე-6 ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარსდგებიან ჩვენი კალათბურთელები და ბევრ ლამაზ თამაშს გვაჩუქებენ. გილოცავთ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრები ანგარიშით 62-60 დაამარცხა და ზედიზედ მე-6 ევრობასკეტზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მადლობა ჩვენ ბიჭებს შესანიშნავი თამაშისთვის, ბრძოლისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც დღეს თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ამ გამარჯვებით დაჩუქეს. წარმატებებს უსურვებთ მათ მომავალ მატჩებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საამაყო კალათბურთელები საქართველოს მომავალშიც არაერთხელ ასახელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, ხაზზე გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. კულტურის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა. კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სააგენტოს თანამშრომლებს ახალი გენერალური დირექტორი წარუდგინა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თეა ონიანი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მინისტრმა წარმოადგინა ჯგუფი, რომელიც უხელმძღვანელებს სააგენტოს. უნდა ვთქვა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის ქალბატონი თეაონიანი გახლავთ დასახელებული და არის ეს გამოცდების სპეციალისტი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დარგში დაგვიბრუნდა წლების განმავლობაში მოღვაწე პიროვნება, რომელიც ჩახედული არის როგორც სამართლებრივ იურიდიულ საკითხებში, ასევე თვითონ იცის ყველა სატკივარი რა გვიჭირს და რა გვილხინს. ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო, რომ ქალბატონ მინის ჰქონდა ესეთი სწორი ხედვა ჩვენი დარგის სპეციფიკისა. მინდა უსურვო მასაც და ჩვენს, რომ ერთობლივად ის რთული საკითხები, რომელიც ძეგლთა დაცვის, ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპლექსურ სფეროს ეხება, დავძლიოთ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დასრულდა ქართულმა მხარემ ქვეყნის ყველა პრიორიტეტზე არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ნიკოლოს ამხარაძის განცხადებით მთავარი მიღწევა არის ის, რომ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობისას არავის უთქვამს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ლობისტმა ჯო ვილსონმა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება ეუთოში მუდმივ მოქმედ სხდომაზეც გააკეთა, თუმცა საქართველოს მომდევნო სხდომას არ დასწრებოდა, უარი მიიღო. მოითხოვა, ანუ ასე პირდაპირ არ მოუთხოვია, მაგრამ თქვა რომ იქნებ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველოს დელეგაცია მაგალითად არ ჩამოვიდეს შემდეგ სხდომაზე, ну რაზეც მიიღო ასევე სხვა დელეგაციებისგან ძალიან კაფეო პასუხი, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჯო ვილსონის გადასაწყვეტი. ბატონ ალიზარს, როგორც საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა, ძალიან ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოს არჩევნების დროს და შესაბამისად არავის არ უჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით საქართველოს არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი 57 ქვეყნის არ ვიცი დაახლოებით 400-300-მდე დელეგატი იყო აქ წარმოდგენილი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ორჯერ გამოვიდა სიტყვით და ორჯერვე ეს მსგავსი სისულელეები ილაპარაკა, იყო ჯო ვილსონი. რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ანტიამერიკული კამპანია მესამე დღეა ამერიკის საელჩო დუმს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ოპოზიციის გაბრაზებას მმართველი პარტია ამერიკიდან შეწყვეტილ დაფინანსებასა და გარეძალების დაკვეთას უკავშირებს. რადიკალური ოპოზიცია არის deep state-ის კონტროლის ქვეშ, ატარებენ მათ პოლიტიკას, ემსახურებიან მათ დავალებებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც deep state-ისთვის მტერი არის ბატონი ტრამპი, რა თქმა უნდა, ამ რადიკალური ოპოზიციისთვისაც ავტომატურად გამოდის ბატონი ტრამპი მტერი და იღებენ დავალებებს deep state-ისგან, რომ საქართველოშიც დათესონ ეს ნარატივი და ასე ვთქვათ, ესეთი უხეში სიტყვებით შეამკონ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი. რაღაცა ეტაპზე უკვე ევროკავშირზეც გადავა და ევროკავშირიც დაიწყებს ბრძოლას deep state-ის წინააღმდეგ და უკვე საბოლოო ჯამში ეს რადიკალური ოპოზიცია დარჩება თავისი გარე მფარველების, გარე პატრონების გარეშე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დულბაძე რუსთავში მე-11 მიკრორაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. მინისტრმა მოსახლეობას სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო. ვიმყოფებოდით ქალაქ რუსთავში, სადაც დროებით დევნილ მოსახლეობას გავაცანით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ. მივიღეთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ და ერთობლივი ძალისხმევით ვეცდებით აღნიშნული პრობლემების გადაჭრას. სამდღიანი გადაუღებელი თოვისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები ისევ ვრცელდება ვაზიანი გომბორი თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა უამინდობის გამო მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამოვლობის ავტომობილებისათვის. შუამთის მონაკვეთიდან მანქანების გადაადგილება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. რაც შეეხება თელავს, გუშინ დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. ამ დროისთვის თელავის მუნიციპალიტეტში აღდგენილია სატრანსპორტო გადაადგილება როგორც მთავარ, ისე შიდა საუკუნო გზებზე. თელავის კეთილმოწყობის სამსახურმა დილიდან დაყარა ტექნიკური მარილი, გაიწმინდა გზები და აღდგენილია სრულად საგზაო მოძრაობა. მუნიციპალური ტრანსპორტით მუშაობს ყველა მარშრუტზე, როგორც აკურის, ასევე იყალთოს და ნაფარეულის მიმართულებით. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახური გადასულია საგანგებო რეჟიმზე და მობილიზებულია ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. თითოეულობამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემების შექმნა, ყველა სოფელში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, გზის გაწმენდის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ადგილზე მობილიზებულნი არიან ენერგოპრო ჯორჯია ჯგუფები, რათა დროულად აღდგეს დენის მიწოდება. 24 საათის განმავლობაში სოფლებში აქტიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახურები ჩართულები იყვნენ სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ასევე ენერგოპროს ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, რათა უმოკლეს სვადებში აღვადგინოთ სხვადასხვა სოფელში ელექტროენერგია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი, დედაქალაქში მაქსიმალური ტემპერატურა +1 გრადუსამდე მიაღწევს. მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებასა და ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ. დღეს საქართველოში ზოგან კვლავ ითოვებს. იქროლებს დასავლეთის გარე 10-15 მეტრი წამში სიჩქარით. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში იქნება 1-6 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში -4 +1 გრადუსი. კვლავ დაბალი რჩება ტემპერატურა თბილისშიც. ხვალიდან დასავლეთ საქართველოში კვლავ შემოსვლას იწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასის ახალი ნაკადი, რომელიც კვლავ გააუარესებს ამინდის პირობებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ისევ თოვლის ველოდებით, აქ გაძლიერდება დასავლეთის ქარი, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, სადაც ქარის სიჩქარემ შესაძლოა დრო გამოშვებით 30 მეტრსაც მიაღწიოს. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მარინა ჩხარტიშვილის წიგნის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მოთხრობილია ეროვნული ბოტანიკური ბაღის დაარსების ისტორია, უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. გამოცემას ასევე ერთვის როგორც ბაღის უნიკალური ექსპონატების, ისე მისი განვითარების ამსახველი ფოტომასალა. წიგნი შეიცავს ყველა იმ მასალას დაწყებული 1801 წლიდან, რაც არის საქართველოს ბოტანიკური ბაღის შესახებ და ამით უფრო გაუადვილდება ყველა ადამიანს, ყველა ვიზიტორს, რომ გაეცნოს ჩვენი ეროვნული საგანძურის ისტორიას. წიგნი ეხება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს. ძალიან კარგად დაემთხვა, რომ საიუბილეო წელი გვაქვს ბოტანიკური ბაღის დაარსებიდან 180 წლის გახდა. არაჩვეულებრივი გამოცემა, ძალიან მდიდარი ილუსტრაციებით და იმედი მაქვს, რომ არა ერთ თბილისელს კიდევ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს ჩვენი ბაღის უმდიდრესი ისტორიის მიმართ. ეს წიგნი არის ერთგვარი შეხამება ერთის მხრივ მეცნიერული კუთხით არის დაწერილი, ფაქტობრივად მთელი ბოტანიკათმცოდნეობა ქართული ბოტანიკა არის წარმოდგენილი მასში. არის ამ ბაღის ისტორია საკმაოდ საინტერესო და დეტალიზებულად, ანუ რომელი სექტორი როდის შეიქმნა, არის ასევე ის წიგნების ფაქსიმილეები, რომელიც საქართველოში დაცულია და ეხება ამ ბაღის ისტორიის სხვადასხვა ეტაპებს. წიგნი შექმნა ქალბატონმა მარინა ჩხარტიშვილმა, მე ორმაგად ამაყრი ვარ, იმიტომ რომ მარინა არის ჩვენი კუთხის, გურის შესანიშნავი წარმომადგენელი. მას არაერთი წიგნი გამოუშვია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ წიგნში თავმოყრილია თავიდან ბოლომდე ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გააჩნია ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, ეს იქნება გზამკვლევი ჩვენი მომავალი თაობისათვის. საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ჩვენი ქვეყნის გუნდმა თბილისში ანდორას უმასპინძლა, რომელსაც 2-1 აჯობა. საქართველოს ნაკრებს ერთი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს კი 25 თებერვალს სტუმრად კვიპროსთან გამართავს. ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა და თამაშის დასრულება პირველ ტაიმში შეგვეძლო, თუმცა ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ეს გამოცდილება. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს, როდესაც გაშვებული გოლის შემდეგ 2 ბურთი გავიტანეთ. კვიპროსი დამარცხებული გვყავს, თუმცა მათ ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები ჰყავთ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ მიზანს მივაღწევთ და გავიმარჯვებთ. ბოლო წუთებში მოპოვებული პენალტით შევჭერდა ანგარიში აღდგენა, მომწია პენალტის შესრულება, მე დავეხმარე გულს, ამ ძალიან გახარებული ვარ, ყოველთვის მიხარია რომ გულს ვეხმარები. კვიპროსიც ჩემი გადმოსახედიდან ძალიან რთული მეტოქეა. მაგის თამაშებიც განვიხილეთ და კიდევ პროცესში ვართ რომ განვიხილოთ და უფრო გავშიფროთ თამაშები და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ საუკეთესოს გავაკეთებთ. ასეთი იყო ახალი ამბები 11-ზე, ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ. იმედი ნიუს წერტილი ჯიზე, ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 2-ზე დაბრუნდება. დროებით.